გეწოდებული საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ სასამართლოში. პროკურატურა მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წარედგინათ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით და 319 მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით, 319 მუხლით და 321 მუხლის პრიმა ნაწილი, პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების, ასევე უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა ნორმელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟს გულისხმობს. სწორი არის ის, რომ ასეთი საქმეები სამართლებრივ სახელმწიფოში არასდროს არ უნდა არსებობდეს პროკურატურაში. დაახლოებით იგივე რომ თქვენ ხვალ გაიღვიძოთ და გენერალურმა პროკურორმა გამოგიცხადოთ, რომ ბრალი გედებათ ყაჩაღობაში, ოღონდ არც დაყაჩაღებული არაფერი, არც არაფერი არ არსებობს, არც მტკიცებულება არაფერი უდევთ საქმეში, უბრალოდ ასე უნდათ, რომ თქვენ ბრალი გედებოდეთ რაღაცაში. აი ზუსტად ასეა ჩემი საქმე, ნებისმიერ შეგიძლიათ ნახოთ, რომ შიგნით არაფერი არ დევს ფიზიკურად, არაფერი ყალბემტკიცებულებაც. არაერთხელ გავაკეთეთ ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარები და მტკიცებულებთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, პროკურორები არ ნერვიულობთ, ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულები და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, მზად ვართ, ბრალდება დავადასტუროთ, როდესაც შესაბამისი დრო მოვა. 2-3 სიტყვით გეტყვით, ეს და იგივეს გამეორება რო არ გამოვივიდეს, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ასე ვთქვათ, გონიურ ეს მიღმა, ასე განაჩენის დონეზე დაადასტუროს ბრალად წარდგენილ ქმედებას.